ვიდეო ზუსტად 15 წამში დაიწყება. მანამდე კი გეტყვით, რომ მაქსიმალური ემოციური და ესთეტიური სიამოვნების მისაღებად გათიშეთ ყველაფერი სხვა. ხმას აუწიეთ ბოლომდე. ხარისხი აუცილებლად დააყენეთ 4K-ზე და კარგად მოგალაგდეთ. ისე ზოგადად სულ ასეკენით ხოლმე ჩემი ვიდეოების ყურებისას. ახლა კი დავიწყოთ. იყო და არა იყო რა. კავკასიონის გულში იყო ერთი პატარა სოფელი. ამ სოფელში ცხოვრობდა ერთი ლამაზი ჭაბუკი. სახელად უშვა. სწორედ ამ დროს ზეცაში ცხოვრობდა ცნობის მოყარე მზის ასული თვეთნოდი. მან დედას თხოვა, გამიშვი მოვინახულო ადამიანთა სამყარო. დედა დაეთანხმა, მაგრამ გააფრთხილა. იცოდე, ადამიანთა სიახლოვეს არ გაეკარო, რადგან ისინი სხვანაირები არიან. ერთ ჩვენიერ დღეს თვეთნოდი გადაეყარა მშვენიერ ვაჟკაცს, უშბას და ერთი ნახევით შეუყვარდა იგი. ეს რომ გაიგო მზემ გარისხდა, თვარისპირით შეუთვალა მათ, რომ არ გაებედათ დაქორწინება. წინააღმდეგ შემთხვევაში უშბას ქვად გადააქცევდა. თვეთნოდმა და უშბამ არ შეასრულეს დედის ბრძანება. გარისხდა მზე და უშბა ქვად გადააქცია. დარდისაგან თვეთნოდმა აღარ იცოდა რა ექნა. ადგადას თხოვა თვარეს, მეც გადამაქციე ქვად. ოღონდ ისე რომ ჩემი სატრფოს ხილვა შემეძლოს ყოველდღე. ამის შემდეგ ორი გაქვავებული სული დგას და ერთმანეთს შესდგერიან. ერთი უშბა და მეორე თვეთნოდი. ერთი ჩვეულებრივი საღამო იყო. სტუდიაში ამოვედი. საკმაოდ ნოსტალგიურ და ემოციურ ხასიათზე ვიყავი და ამ დროს შესაბამისი მუსიკის მოსმენა მიყვარს ხოლმე. მივუჯექი ლეპტოპს და ვიფიქრე, ჩემს ძველ ფოტოებს ჩავუყვები მეთქი. დავიწყე სკროლვა და ჩავედი იმ დრომდე, როცა ცხოვრებაში პირველად გადავდგი რეალური ნაბიჯით ჩემი ოცნებებისკენ. 9 ივნისი 2014 წელი. ამ პოსტით დავაანონსე, რომ დიდებულ მოგზაურობაში მივიდიოდი. მაშინ არც გადაღება ვიცოდი და არც აპარატურა მქონდა. ნერვიულობდი, არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, მაგრამ მჯეროდა, რომ ეს სწორი გზა იყო. ყველაფერი თვალწინ დამიდგა და იმ მოგზაურობის ვიდეოებიც ამოვქეკე. ეს ის დრო იყო, როცა მთელი გულით ვოცნებობდი იმ ერთ მშვენიერ დღეზე, როცა აპარატურაც მექნებოდა, სიამაყით შევძლებდი ხეტიალს და გადაღებას ისე, რომ ამით ბევრი ადამიანი ისიამოვნებდა. ამბობენ, მთები არ ევიწყებენო, რომ თუ ოდესმე მათ ბილიკებზე ფეხს დადგამ, შენს სახელს ქარებში ჩააქსოვენ და მოვა დღე, როცა ისინი დაგიძახებენ. ჩაალ, სვანეთში მივდივარ, შენ თავს ვიცავარ. როგორც 11 წლის წინ, დღესაც დაუგეგმავად დავიწყე ჩალაგება. არ ვიცოდი რისთვის მივდიოდი, რას გადავიღებდი, მაგრამ ახლა გაცილებით ძლიერი ვარ, გაცილებით კარგად ვიღებ და ხანდახან არც არის საჭირო ზედმეტი ფიქრი. უბრალოდ უნდა მიხვე გულს. და ასე წავედი სვანეთში. სვანეთში ახალი გზით წავედი, რომელიც ქუთაისიდან იწყება, ლენტეხს გაივლის და პირდაპირ უშკულში შედის. საოცრება გავია. ვიყურებოდი და თავი შვეიცარიულ სოფლებში მეგონა. მალევე ავედი სიმაღლეზე და აქაურობამ საერთოდ გადააჭარბა მოლოდინს. ბუმბერაზი მთები დამყურებდნენ და თითქოს მეკითხებოდნენ, ქალაქიდან ამოსულს აქ რა დამკარგვია. თოვლის დერეფნები, თვალუწვდენელი ხედები, სუფთა ჰაერი, ზღაპრული აურა და ბედნიერი ფიქრები. აქ თუ მოხვდები, საითაც არ უნდა გაიხედო, ყველა მხარე გაცოცხლებულ ნახატად მოგეჩვენება. გაუჩქარებლად მიუყვებოდი გზას და უბრალოდ ტყბებოდი იმის გააზრებით, რომ ეს ყველაფერი ჩვენია და თან ყურის ძირშია. ბედნიერი ფიქრებით და უნახავის თვალებით მალევე შევედი უშკულში. მოკლედ უშკულში ვარ და ჩემი აქ ამოსulis მთავარი მიზანი იყო ერთი საოცარი უნიკალური ადამიანის მოგონება და არ დავიწყება. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ წლების წინ სანამ აქ ცივილიზაცია შემოვიდოდა, შუა მთებში მყინვარებში ეს ადამიანი იჯდა და საკუთარი ხელით ქმნიდა იმას, რასაც ახლა მე თქვენ გაჩვენებთ და რაც მართლა შედევრია.
არათუ იტალიაში ან ვენეციაში სამ ხელოვნების ეპიცენტრში. არა ხალხო, აი აქ, ამ მთებში იჯდა და ამ სიგიჟეებს ქმნიდა. მოდი ვნახოთ მისი ოჯახი. და ეს არის კიბეები, რომელთაც შევდივართ სახლში, სადაც ცხოვრობდა ფრიდონი. და ვინ იყო ფრიდონი? ამას სულ რამდენიმე წამში გაიგებთ, მანამდე კი შეგვიძლია ვნახოთ ფრიდონის უმცროსი ძმა, ბატონი თეიმურაზი. აი, უბრალოდ რასაც ახლა ნახავთ, მართლა არ ვიცი, რამდენად რეალურია. გამარჯობა. გამარჯობა. ეს პირდაპირ კავერით შემოვაჭერი. გამარჯობა. ბრძანდები. კარგად, თავად როგორ ხართ? თქვენი ბრძანდებით თეიმურაზი. თეიმურაზი. ბატონი თეიმურაზი, ფრიდონის უმცროსი ძმა, რომელიც ახლა გვაჩვენებს, რა ხდება ამ სახლში და რითი არის ეს ყველაფერი უნიკალური, განუმეორებელი და არის აი დაუჯერებელი. ამ ნახატებს, ამ დეტალიზაციას, აი ამ გადმოცა არ ვიცი როგორ ავხსნან ეს რა არის. ანუ თქვენ წარმოიდგინეთ რა ხდებოდა ამ ადამიანის გონებაში, როცა სადღაც მთებში აი როდის ვამბობთ ან ამას, ანუ წლების წინ სანამ ცივილიზაცია შემოვიდა და აი ადამიანი იჯდა, აი არც ვენეცია, არც პარიზი, არც რომია, ხო ანუ უშგულში. ადამიანი იჯდა და ხატავდა აი ამ რაღაც საოცრებებს, ხო? ანუ ამას ხო ჭირდება აღქმა, ფანტაზია, გადმოცემის უნარი, შესრულება. მე არ ვიცი, აქ რასაც უყურებ, იმედი მაქვს შევძლებ კამერიდანაც გაჩვენოთ ეს ყველაფერი, რასაც ახლა მე ჩემი თვალებით ვხედავ. უაღრესად საინტერესო ადამიანი. ადამიანების მოყვარული, არ იყო რომ შეეძლო, არ შეეძლო, თუ ვინმე რაღაცას თხოვდა, უნდა დახმარებოდა. რო ეკითხებოდე რა გაძლევსო შთაგონებასო. ხშირად ამბობდა რომ უშკულიო და ნუ კოსმოსიდან ეგეთ რაღაცას ამბობდა. ოქროს ხელები ჰქონდა. მე ესე მგონია რომ ეგ არის თუ რამე არის უკვდავება. მაგალითად ეს ძალიან მოსწონდა. ჩვენი რეაქცია იყო ეგ რა არის კაცო. სხვა რამე და კოშკები დახატე და სხვა ვინც ნახავდა ეგ რა არის. თანაც თვითონ ამბობდა სხვას არ უთხრათ, სხვას არ აჩვენოთ, მაშინ კომუნისტური ის არის. არ თქვათ სადმე, აგერ რა თქვენ ნახეთ. ჩემი უფროსი ძმა ფრიდონ ნიჟარაძე იყო დიდებული ადამიანი. მოკლედ უშკოლის მისია შევასრულე, ვნახე საკუთარი თვალებით ფრიდონის ნამუშევრები, რისი ნახვაც დიდი ხანია მინდოდა და ვარ ძალიან ბედნიერი. ეხლა მინდა რომ მესტიისკენ, მაგრამ სანამ მესტიას შევალ, არის უღვერის ტბა. და ძალიან მინდა რომ იმ უღვერის ტბაზე მოხვდე ამ სახმანქანით. გავათენო ღამე და გადავიღო ღამის გალაქტიკა სვანეთიდან. უშკული მესტიის გზა უპრობლემოა. ნებისმიერი მანქანით შეძლოთ გადაადგილებას. ამინდიც მშვენიერი დამემთხვა. ტბასთან მისვლამდე 1000 ჯერ გავჩერდი. გრძნობდი რომ ასე თუ გავაგრძელებდი დამაღამდებოდა, მაგრამ ვერ ველეოდი იმ კადრებს, რისი გადაღებაც დრონით შემეძლო. ჩერდებოდი და ვიღებდი. თუმცა მგონი ღირდა იმად, რომ ახლა ამ ესთეტიკით თქვენს ტკბებით. ბევრი ვიარე თუ ცოტა, მივადექი უღვირის ტბას და თან მოსაღამოდა. მოვედი უღვირის ტბაზე, სადაც მინდა რომ გავათენო ღამე კარვით. ნუ ასე იყო ჩაფიქრებული. ნახოთ აბა ჩავიდე, უნდა შევათვალე რომ გარემო რამდენად შევძლები, ისე შორიდან დიდ გულზე ვიყავი, მაგრამ აი გამოჩნდა ძალამაზია. აქ რო ვატყობ, დავიან დათვიდან გელი. მოკლედ ჩავალ და ვნახავ ხა რა. ისეთი მისტიური გარემო იყო და ისე ჩამობნელდა, ყველა საშინელებათა ფილმი ერთდროულად გამახსენდა. ტბასთან მაინც მივედი, ამ ხელებზე ტყუილად ხო არ გამოვიარე, მაგრამ მეთქი იყოს. კი ბატონო, იდეალური ადგილია, ძალიან ლამაზია, მაგრამ აქ დარჩენას არ ვაპირებ, იმიტომ რომ ძალიან არ მინდა რომ დათვები იმას აკნა. ხო და გავგზავნებ სასახლა მესტიისკენ და სავარაუდოდ დაღამამდე ჩავალ. დაღამდა. ეს ჩემი პირველი დღეა და გზამ საკმაოდ დამყალა. შემაცია და მომშივდა. თან ჩემ თავზე ნერვები მეშლება, როგორ არ დავრჩი ტბასთან და როგორ გავმაზე გალაქტიკის ფოტო. მაგრამ აქ ჯერ წარმოდგენაც არ მაქვს, რა სიგიჟეს გადავიღებ ხვალ ღამეცაში, ზურულდის მთაზე რომ გავათენე. მოკლედ, კარგი ჭამას მის იმედით, მესტიის ცენტრში შევედი. ჩამოვედი, მოკლედ. მესტიის ცენტრში ვარ. აი ესე მშია რომ ყვდები. და ეს გამოიყურება ძალიან დამაკმაყოფილებლად, ხო და ეხლა აქ შევალ. იმედი მაქვს, კაი საჭმელები იქნება. მოკლედ, ძალიან საინტერესო რესტორანია შიგნით. ძალიან ისეთი ვიზუალები და ზოგადად ვიზუალებს ვაქცე ხოლმე ძალიან დიდ ყურადღებას რა, აი რამდენად კრეატივია, ჩადებული, რამდენად ნაფიქრია რაღაცეებზე ხო და მაგიტომ მიმიზი გამან და ვნახოთ რა იქნება. რეკლამა არ არის.
რეკლამა როცა იქნება ხოლმე ჩემი ვიდეოში, მაგას პირდაპირ ვიტყვი რომ მეთქი ჩემი სპონსორი ესა და ეს, მაგრამ ამჯერად არ ყავს სპონსორი არავის საერთოდ. ასე რომ ეს უბრალოდ გულწრფელად რასაც ვამბობ ის არის რა. გარედან მომეწონა ხარ ნახოთ საჭმელი. შევუყვეთე კუბდარი, ჩაი და გლინტვეინი. ვიჯექი ტერასაზე. თავი ფილმში მეგონა და რაღაც მომენტში ფიქრებმა წამიღო. გავიაზრე რომ ძალიან ბედნიერი ვარ აქ, ახლა, როცა YouTube ვიდეოს ვქნი. ვაკეთებ იმას, რაც სულ მინდოდა მეკეთებინა. და განსაკუთრებით რაც მაბედნიერებს არის ის სიტყვები, ჩემი წინა ვიდეოს კომენტარებში რომ გაიმეტეთ. გლინტვეინით. თქვენ გაგიმარჯვეთ ჩემო გამომწერებო. იმიტომ რომ ძალიან დიდი სტიმული ჩემს ვიდეოს კომენტარი, რომელსაც დაწერეთ, რომელსაც წერთ და რაღაც ისე მამხნევებს და ისე ტალღაზე მაყენებს, რომ მინდა რომ არ ვიცი, სამყარო შემოვიარდო, სიგიჟეები გადავიღო და მინდა რომ თითოეული ჩემი ვიდეო იყოს мотивациის მომცემი, იმედის მომცემი და ისეთი რომ აი რაღაცა გააღვივოს თქვენში, რაღაცა ისე ტალღაზე დაგაკანეთ, რომ უბრალოდ ბედნიერები იყოთ რა. თითოეული ვიდეოს ყურების შემდეგ ხო და თქვენ და მეც გავიმარჯოს რა. მაგ ძალიან კაია. საღო 100% რეკომენდაცია მართლა. ჩუგრი. ბუგრი. აი, არა. No way. აი, შო. წალი, ფუჯეკა, ფუ. ნამეტანი დიდი ძაღლია, თორემ მე ვასება ძაღლები. ჩემგან მოკლედ კუბდარს უეჭველი რეკომენდაცია და გლინტვეინსაც უეჭველი რეკომენდაცია. ნახე ესე კარგად თუ არის. მოკლედ, წავედი ხ დავიძინო. დილომში დობის მეგობრებო, დღეს დიდებული დღე, ამიტომ რომ ხო, ჩემს სახმანქანაში ძილი პირველ რიგში მაგას ვიტყვი, რომ ყველაზე თბილი ძილია ზოგადად, რო იცოდეთ. იმიტომ რომ ყველაფერი ძალიან ბედნიერებას ასხივებს აქ, ხო და დღეს დიდი დღეა, დღეს უნდა გადავიღო უეჭველად ღამის galaktika. სვანეთიდან დანახული Milky Way. ნახოთ როგორ მოხდება ეგ ამბავი და მანამდე უნდა ავიდეთ ჰეშკელში. ახლა საოცარი ადგილი უნდა გაჩვენოთ, რომელიც საოცარმა ხალხმა შექმნა და ისე გაგისწორდებათ მე ყველაფერს ნახვა, რომ არ ვიცი. გათენდა და მეც გავუდექი გზას. სანამ ჰეშკელში გამოგზაურებთ, ერთ სოფელში უნდა ჩავიდე და ვნახო სად და როგორ ცხოვრობდნენ სვანები საუკუნეების წინ. ეს ლახირია. ძალიან პატარა სოფელი მესტიასთან ახლოს. აქ ყველაზე მეტად არის შემორჩენილი სიძველეები და მოდი ახლა ყველამ ერთად შევიცნოთ წინაპრების საცხოვრებელი, რომელსაც ჰქვია მაჩუბი. ეს არის მაჩუბი, იგივე ბოსელი და რეალურად ადამიანები აქ, წინაპრები, ცხოვრობდნენ და იყოს ჩვეულებრივი სახლი მათთვის. ახლა შევიდეთ და ვნახოთ როგორია ეს მაჩუბი. აქედა შევდივართ უკვე თავარ ადგილას და ეს არის მოკლედ მაჩუბი, სადაც იდეაში ადამიანები ცხოვრობდნენ. ხო სწორია, ანუ სახლი იყო? კი ბატონო. აი ეს რო შემოვიდი მეგონახე, მაგრამ რეალურად ყოფილა ქვა და ამის დანიშნულება ის იყო, რომ შუა ცეცხლი როცა ენთო, ცეცხლი არასულ იყო ჭერამდე და არ დაიწვა ზოგადად თელი მაჩუბი. ამიტომ ეს არის ქვა, რომელიც იკავებდა ცეცხლს. მარხილის ფეხი, აგერ ხედავთ. აი ეს ადგილი იყო პატარა საქონლისთვის, ანუ ზომით პატარა საქონლისთვის. აქეთ კი ხედავთ ახლა ისედაც არის. ძროხა და მოკლედ აი აქ ცხოვრობდა ხალხი. წარმოიდგინეთ მე-11 საუკუნე, მე-17, არის აი ძალიან ადრინდელი პერიოდი რა. აქ იჯდა ხალხი აი ესე წრეზე, თუმცა ცეცხლი აბზადებდნენ საჭმელს. არ ვიცი, აქ ცხოვრობდნენ რა, აი აქ ყავდათ უკან საქონელი, აქ იყო ზევით საძინებელი. ესეთი ხმებია, ჩიტების ჭიკჭიკი, რაღაცა, აი ძალიან სიმშვიდეა, ძალიან შეამონს ეს ყველაფერი და ვისაც გახსოვთ, თინეიჯერობიდან დავიწყე მოგზაურობა, საქართველოს შემოვიარე მაშინ ფეხით, ავტოსტოპით, ძალიან ბედნიერი ვიყავი და ყოველთვის ჰქონდა დიდი სურვილი და მუღამი და ოცნება რომ ერთშვენიერ დღეს ეგ კიდევ ერთხელ გამემეორებინა, უბრალოდ კარგი კამერა მქონოდა და კარგად გადაღება შემძლებოდა და ახლა აი სხვანაირი თვალით დამენახებინა ხალხისთვის, მაყურებლისთვის ჩვენი საქართველო და დღეს ეგ მომენტია. მაგ ოცნებაში ვარ, რომ აი ესე დავდივარ და გაჩვენებთ ჩვენს ქვეყანას. და ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან მიხარია. სოფლის მიმდებარედ ცოტა გავისეირნე, არემარე შევიგრძენი, დრონით გავერთე და მალევე გავუყევი გზას ჰეშკილისკენ.
ჰეშკილის ქოხები პატარა 60 ტყეში, რომელიც მესტიას გადახურებს. აქაც ნებისმიერი მანქანით შეძლებთ ამოსვლას უპრობლემოდ. კარგად დააკვირდით ამ კადრს და უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა სურნელი დგას, როგორი ნიავი უბერავს და რა ემართება ადამიანის სულს აქ. მალევე მოვადექი ჭიშკარს და ახლა ძალიან სასიამოვნო ექსკურსიას ჩაგიტარებთ. აქაურობა ამ საოცარმა ოჯახმა მთლიანად საკუთარი ხელებით ააშენა. უსაყვარლესი ბარი, ქოხი ხეზე, მბრუნავი ქოხი, გამოუგნებელი ხედები. არ ვიცი, უბრალოდ მიხარია, რომ დღეს ეს იქნება ჩემი სახლი. ეს არის კოტეჯი ხეზე. ამას შეხედეთ. ნახე შორიდან ასაყვარელია. გამოაღებ და ამას შეხედეთ. არაფერი ზედმეტ, უბრალოდ საწოლი. და ყველაზე მთავარი რაც არის, მოიხვიძებ აქ და ეგრევე არის ეს ხედი რო ხდება რა, მთებს რო უყურებ. აქ ციყვები რო დახტუნავენ, რაღაცა სუსუნთქავ მსიგაი. რავი, აი წარმოიდგინე. წეხარ, გაიხვიძე. წამოდექი და ანუ პირველი რასაც აკეთებ, კი არ სკროლავ, აი ამას უყურებ რა, აი სიგიჟე უბრალოდ შეხედე. აი აქ რო გამოდიხარ. ჩამოჯდები ყავას დალე და უბრალოდ ტკბები და ხვდები რომ ცხოვრება იმდენად მაგარია რომ არ ღირს რაღაც ისულელებზე ნერვიულობა და ჯუჯღუნი და პრეტენზიების წარმოთქმა რა. ნახე. კიდევ არ ესეთი ქვის კოტეჯები, ეს უფრო საოჯახო ვარიანტია, იმიტომ რომ ნახე. ეს საყვარელია просто. აქ თქვენ ბავშვები და ყველაზე მთავარი ამ კოტეჯში რაც ასწორებს არის რომ როცა იღვიძებ, პირდაპირ გიყურებს უშბა. აი ეს არის უშბასებით. უბრალოდ ახლა ღრუბლები ფარავს ხო და რო იღვიძებ და უშბა გეგებება რავია, ნუ მაგას მოგარი, რა უნდა იყოს ხო? და ეს არის ყველაზე დიდი ნომერი, აქაც შეგვიძლია ავიდეთ ნახოთ. ამას უკვე ორივე მხარეს აქვს, უშბასაც უყურებს და აი მთებსაც რა. ნახე. ამას ცოტა ისეთი ვარიანტი, უფრო ლაქშერი. აი ესე ხარ. გათბობაც არის, აქეთ ეს ხედი გაქვს, წარმოიდგინე რომ იღვიძებ, აქეთ შეგიძლია გაიხედო. ან შეგიძლია მეორე მხარეს გახედო უშბას. და თუ ცვალებადი ხასიათის ადამიანი ხარ და არიცი რომელი ხედი მოგწონს, შეგიძლია ეს კოტეჯი აიღო, რომელიც ტრიალებს უბრალოდ შეხედე. აი ეს შეგიძლია დაატრიალო და აირჩიო ის ხედი, რომელიც უფრო მეტად მოგეწონება იმ მომენტში. მოკლედ დღეს გვაქვს ფეტვიანი ხაჭაპურის დღე. და ესეთ ხედზე რო ზიხარ, აი ხლა რო ვიყურებ აი ამ ყველაფერს და თან ხაჭაპურს ჭონდა თან ოჯახის ცივ კომპოტს. ირაზე უნდა დაისტრესო ადამიანი და რატო უნდა იყოს ცუდად ვერ გამიგია მართლა. ახლა დგება ყველაზე დაძაბული მომენტი ის დრო. მზე უკვე ჩადის, ნელ-ნელა, ალბათ 1 საათში ჩავა და დღეს ღამე უნდა გადავიღო Milky Way, ანუ უშბა და galaktika ერთად, ერთ ვიდეოში. ეს იქნება სრული სიგიჟე თუ გამომივა. ოღონდ ამისთვის რა ვშვებით? ჩემ მანქანას ვტოვებ აქ და ისევით იმ მთის წვერზე უნდა ავიდე, იქ დავრჩე ღამით, კარვით. სადაც არიან დათვები, მგლები, ამიტომ დავითი მათხოვებს იარაღს, მეკნება თან მაინც დავიზაზღვევისთვის და ნახოთ მოკლედ რა გამოვა. არ ვიცი გზის გადაღება შევძლებს რომ ნერვიულობ. მართლა ნერვიულობ, რომ ძალიან მინდა ჯერ ერთი ის რომ ეგ ვიდეო გამოვიდეს და მეორე ის რომ უბრალოდ იქ დათვმა არ მომაკითხოს ხო და ნახოთ მოკლედ რა იქნება რა. წავედით. მოკლედ ამოვედი ხალხო ზურულდის მთაზე, აი აქ უნდა გავშალო კარავი, თან შეიარაღებული ვარ და დიდად აღარ ნერვიულობ, რომ დათვი რაღაცა რომ მოვიდეს, მოკლედ შესაბამისად დავხვდები რა. ზე ახლახანს ჩავიდა აი იქეთ. ჩემს უკან ხედავთ უშბას, რომელსაც ღრუბელი ჯერ ისევ არ მოცილებია, მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ მალე ღრუბელი გადაიწევს და დღეს ღამე უნდა გადავიღო 2000-მდე ფოტო, კამერას დავაყენებ 2000-მდე ფოტოს გადაიღებს და დილით უნდა დაგხვდეს შედევრი. ისტორიაში რო არავის არ გადავღია უშბისთვის, აი ზუსტად ეგეთი ვიდეო უნდა გადავიღო რა. იმედი მაქვს რომ გამოვა და ხო პრინციპში შეგვიძლია დავიწყოთ უკვე კარვის აწყობა, მაგრად ცივა ეხა, მაგრამ ისეთ ემოციებში ვარ უკვე აღარ მცივა. ხო, კაი, всё, დავიწყოთ კარვის აწყობა. მთელი ეს პროცესი უფრო სასიამოვნო რო გახდეს, რა გჭირდება? მუსიკა. ეხლა დავშალოთ კარავი. კი, ძალიან ნერვიულობ და კი, ისეც არაფერს ვაკეთებ სანერვიულოს. უბრალოდ galaktika უნდა გადავიღო, მაგრამ ამ ამბავს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვაგიჭებ. ის რამდენიმე წამი, რასაც მალე იხილავთ, მინდა იყოს ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი ჩემი მაყურებლისთვის. ისე დავუხატეთ ჩემს თავს ეს მისია, რომ თითქოს ამ რამდენიმე წამმა უნდა შეცვალოს სამყარო. მისწორდება, როგორც ვუდგები საკითხს და მისწორდება,
რომ მთელი ღამე ამ სიცივეში და შფოთვაში უნდა გავათენო, მაგრამ ზუსტად ეს მგონია მაყურებლის დაფასება და პატივისცემა. მოვეწყე ხალხო. აი გერხედავთ, დავაყენე უკვე powerbank-ი, კამერაც სად არის. ჩაიც მალე ადუღდება, ჩემი კარავი, მაგრამ მაგრად ნერვიულობ, იმიტომ რომ ისე ბნელა და უკვე ისე ჩამოღამდა, რომ აი რავი და სავარაუდოდ ვერ დავიძინებ. რა თქმა უნდა ვერ დავიძინე. ღელვარებას დაღლაც შემოეპარა და როგორც იქნა გათენდა. ბევრი ყავა დავლივე, ბევრი ვიფიქრე, ბევრი ვიოცნებე. ერთი სულ მქონდა ამ ღამის შედეგი მენახა. მე ყველანაირად ვეცადა ეს რამდენიმე წამის ღაპრული ყოფილიყო და გამომივიდა თუ არა, მოდი თქვენ გადაწყვეტეთ. 1, 2 და 3. რომელმან შექმნა სამყარო ძალით ზეგარდ მოასწნის სულთაგვნა ზეცხვინე ჩვენ კაცთა მოქცა ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა მისგანაც ხელმწიფე სამყაროს გადაღებები რომ დავასრულე და დაბლა ჩავედი, ინტერნეტი დავიჭირე, გავიგე რომ ზუსტად ამ ღამეს, გამთენიისას, ზუსტად იქ იმ უშფაზე, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში ჩემს კადრში იყო, დატრიალდა დიდი ტრაგედია. ექსპედიციაში იყო ალპინისტი და საერთაშორისო გამყოლი, სამთო გამყოლი ნიკო ფალიანი, რომელიც იქ ტრაგიკულად გარდაიცვალა. და აი ამ დამთხოვის გააზრება, რომ ერთ მხარეს იქით აებხელა რაღაც მოხდა და მეორე მხარეს მევიდე კიდე ეს ყველაფერი ჩემს კადრში იყო, აი ამის გააზრება იყო ძალიან რთული ჩემთვის და ძალიან ემოციური და რთულად გადასახარში და მოკლედ ძალიან დიდი ამბავი ტრიალდა ჩემს თავში. და მინდოდა აუცილებლად რომ აი ამ ვიდეოში გამომიხატა ჩემი წუხილი, სამძიმარე მინდოდა გამომეცხადებინა მისი ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის, საყვარელი ადამიანებისთვის და აი ამ ღამეს გადაღებულია ეს კადრები, ეს ფოტოები, ეს ვიდეო, ეს გალაქტიკა, რაც მოხდა აი ამ ობიექტივში. ეს ყველაფერი მინდა რომ მიუძღვნა მოკლედ აი ამ ადამიანის ხსოვნას. ჩაუბრუნდი ჰეშკელში, დამახვედრეს უგემრიელესი საუზმე, ცხელი ჩაი. ნეტა ის დრო როდის მოვა ვიდეოდან სურნელის გადმოცემას რო შევძლებ. ხო, შევაერთე აპარატურა დასატენად და მთელი დღე უბრალოდ მეძინა. ყველას სადღაც მიეჩქარება. სტრესი, შფოთვა, შიში, რუტინა. ცხოვრება სწრაფად მიდის, მაგრამ აქ თითქოს დრო სიჩუმეს უჩუქებს. არ ვიცი, რისთვის წამოვედი ქალაქისგან თავის დასაღწევად, თუ იმის საპონელად, რაც დიდი ხნის წინ დავკარგე. რაც არ უნდა იყოს, აქ ყოფნა ძალიან ასწორებს. ვერც ამ ღამის ცას შეველია გადაღების გარეშე. ვიყურებოდი მაღლა, უფრო და უფრო შორს მიდიოდა ჩემი ფიქრები. მეტად და მეტად მსიამოვნებდა ტანში იმის გააზრება, რომ გამიმართლა და დავიბადე, რომ მეც მომეცა შანსი ამ ყველაფრის ნაწილი ყოფილიყავ. 1300 ფოტოს შემდეგ კი უბრალოდ გათენდა. დღეს გეგმაში 3 რამ მაქვს. ავიდე სვანურ კოშკზე, დავტკბე სვანური სიმღერით და გადავიღო ისევ გალაქტიკა, ოღონდ ამჯერად ფოტო და თან მეც უნდა ვიყო კადრში. No, la Qorani, no. მოკლედ, სოფელ ლენჯერში ამოვედი და ვშევდე ადამიანებს, რომლებიც იმღერებენ და დაუკრავენ. და ჩემი აზრით, დიდი ამბები მოხდება ჩემს და თქვენს გულებში, ემოციებში და ასე შემდეგ, ხო და ავალ ახლა და მე დავიწყებ გადაღებას. Oi,
ჩვენი ანსამბლი არის ძალიან ღვაწლმოსილი და ასაყვანი ანსამბლი. მალე შეგვისრულდება 100 წლის იუბილე. 1928 წელს არის შექმნილი, გადმოცემით ესე ვიცით. და ეს ანსამბლი ასრულებს ტრადიციულ ძველ სვანურ სიმღერებს. სიმღერებს, რომლებსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს. ზოგი მათგანი ასაკით 4000 წლისაა. სიმღერები ამავე დროს სვანეთის ისტორიაცაა და ჩვენ ძალიან გვსიამოვნებთ, რომ წილად ხვდა ის ბედნიერება, რომ ეს სიმღერები ჩვენ გადმოგცეს ჩვენმა წინაპრებმა, ვისწავლეთ მე და ჩემმა მეგობრებმა და ეხლა მოსწავლეების ყავს იმათაც ვასწავლი. ანუ მთელ პლანეტას უნდა გავაცნოთ ეს სიმღერები და თუ საჭირო შეექნება ესე კოსმოსშიც გავგზავნით, ხო მესია? აბა ნახვამდის კარგად ბრძანდებოდეთ. ხოჩალა და ხოჩაშვანარს, ხოჩამუშკურალს. სგევლან ხედავთ შვიდებთ. ნაიშვანარ ხვიშთ, შანს ხოჩალარდალი. ჟანხად ამ ჩუჟავნარავნეთ, ბგი ჯუნელ ლიღრალარს, ლიშპარალს. ი ხოჩა მა ოფილსად ფიშდე და მხანქა. ხოჩა პატიფ ჯაჩოდეს ჯარჯ ფიშდე. ხოჩა შუჯახში. სულ გაწმენდილი გავუყევი გზას ბეჩოს თემისკენ, სადაც დიდებული სვანური კოშკი მელოდებოდა. თუ ადამიანს სილამაზის აღქმის უნარი გაგაჩნია, სვანეთში ჩქარა ვერიული. იქით აქეთ იყურები და უბრალოდ ვერ ძღები იმით, რასაც ხედავ. ჩამოვედი ბეჩოს თემში და ხედავ ჩემს უკან სვანურ კოშკს. ეს არის კვიციანების კოშკი. კვიციანების ოჯახში ვარ მოსული და ეს ხალხი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აი ეს რელიქვია სვანებისთვის რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შემოუნახონ მომავალთაობებს, ულიან, აწესრიგებენ და არაძლევენ საშუალებას დროს, რომ ეს საგანძური მოკლედ დაშალოს და დაანგრიოს, ხო და? შეგვიძლია ხა ორი სიტყვით გავესაუბროთ კვიციანს, აკა კვიციანს, რომელიც არის ამ ოჯახში ახლა და გვეტყვის ის თავის საფიქრალს. ჩვენ ამ კოშკს და ჩვენს ტრადიციებს, რა თქმა უნდა, უფრთხილდებით და ვინარჩუნებთ იმ ყველაფერს, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვებს და ძალიან სასიამოვნო პროცესია ეს ყველაფერი, როცა ამ სიძველეებთან გაქვს შეხება და კავშირი და ეს ყველაფერი შენი ნაწილი არის და ამ ყველაფერს ვცდილობ, რომ მოუფრთხილდე და არ დაიკარგოს. სვანურ კოშკში ვარ და ეს არის სვანებისთვის არის რაღაცა ძალიან ღირებული რამ, ხო? და როგორ იყო? ეს არის კონკრეტულად ეს კოშკი არის 25 მეტრიანი, 4 სართულიანი და პირველ სართულზე ადრე აი ომების დროს, ძველ დროში მოკლედ რჩებოდნენ უფრო ხნიერი ადამიანებისაც არ შეეძლო აი მხოლოდ კიბეებზე ავლა, ხო, რასაც ახლა გაჩვენებთ. მეორე სართულზე ალბათ უფრო ბავშვები, ქალები და ბოლო სართულზე იყვნენ მეომრები, ვინც იგერიებდა მტერს, ისრებით, არ ვიცი მე თოფებით, თუ უმთავდებოდა ტყვია წამალი, ისროდნენ მე ქვებს იმ სპეციალური ჭრილებიდან. ხო და მოკლედ ახლა უნდა ავიდეთ და ნახოთ მთელი კოშკი. იდეაში ყველა სართული ერთ და იგივე არაფერი სხვაობა არ არის, უბრალოდ ამ კოშკის თავზე უნდა დავდგე და აი გადავიღო სიგიჟე ვიდეო დრონით, იმიტომ რომ აი იქ რაც ჩანს, მაგას ნახავთ მე კადრში. და ხო, ამის თავზე უკვე შეგვიძლია ავიდეთ და გადავხედოთ აი ლომაზეს ხეობას და გადავიღოთ იდეალური კადრი დრონით. საიდანაც უნდა გადავიღო? ძალიან მაგარი ვიდეო, იმიტომ რომ ნახეთ იქით. აი ეგ. იქნება თავარი კოზირი ხა იმ კადრის. Vargili
ტარამ დღეს ჩემი სახლი იქნება აქ. და მაგიტო ოცნებოდი ყოველთვის სახლმანქანამ ყოლოდა, იმიტომ რომ სადაც მინდა იქ ცხოვრობ, სადაც მინდა იქ მაქვს სახლი. და ვფიქრობ, რომ ცხოვრების ეს წესი არის ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ცხოვრების წესი იმ ცხოვრების წესთაგან, რომელიც შეიძლება არსებობდეს ამ სამყაროში. იმიტომ რომ უბრალოდ ბედნიერი ხარ, სადაც გინდა იქ ცხოვრობ, ხო? ძალიან მარტივია. ხო, აქ ერთი მისიით ვარ მოსული იდეაში. აქ დღეს უნდა გადავიღო რაღაცა ზღაპრული ფოტო, რომელსაც ალბათ ჩემი YouTube-ის cover-ზე დავაყენებ, ან სადმე დავაყენებ. აი, უკან ხო ხედავთ აი ამ თეფს და იმ რაღაც საოცარ ხედს. იმის უკან უნდა გაიშალოს გალაქტიკა, აქ ჩემი სახლმანქანა, აქ ცეცხლი და მე შეიძლება აქ ჩამოვჯდე ან აქ ვიჯდე, მაგას შევხედავ. მაგრამ ფოტო იქნება რაღაცა ზღაპარი. ნუ, ეგ არის მიზანი და ვნახოთ როგორ გამოვა, ხო და ამისთვის გვჭირდება ენერგია, გამძლეობა, იმიტომ რომ უნდა დაღამდეს, დავველოთ, ამიტომ მოდი, მოვიკრიბოთ ენერგიები, შევჭამოთ, ყავადავლეთ და ასე შემდეგ. ხო, ხო არის ის რაღაცა გაემზადე ჩემთან ერთად რო არის ტრენდი TikTok-ზე. მოდი ეს იყოს დაბანაკდი ჩემთან ერთად. ხო, და დაბანაკდებით ჩემთან ერთად. პირველ რიგში უნდა გამოვიცვალო, იმიტომ რომ აგრაცია ხო და გაჩვენებ თან ჩემს გარდერობსაც. აკე? აი, ჩემი დასასმელი. ხო, ეხლა ჩავიცვალ და მე გამოვიტანოთ შეშა საბარგულიდან. მოკლედ ჩავიცვი გრძელმკლავიანი და აქვე მინდა აღნიშნო რომ ჩემი YouTube არხის პირველი სპონსორია Nutella. აი მეგობრებო. აი როგორ დამასპონსორა Nutella, მაგე? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენი სახმანქანის საბარგულსა და საძინებელში ერთობლივად, ხო? აი ეს არის ჩვენი საძინებელი, სადაც იდეაში ვეტევით, ძალიან მაგრად ვეტევით, თან აი ესე რო ვიშლებით, ნუ ოდნავ ფეხის მოხრა გიწევს, მაგრამ ბედნიერი ხარ მოკლედ, ეგეთ პრეტენზიებს ჩვენთან არ ვართ. ხო, ეს არის საბარგული, რომელიც მუდმივად არეულია. ამ კარების მთლიანად იმას ვაპირებთ პოსტერებით და რაღაცებით გალამაზებას, ამ კარისაც და რა ვიცი, ხო, პრინციპში მეტი რა უნდა განახოთ აქ. ხო, ისეთი არაფერი აქ ფარდავს კიდევთ ხოლმე. ეხლა უბრალოდ მარტო რო ვარ წამოსული, ხო ხტებით ეგეთი ჯან ისეთ სიფრიფანა და სინაზე რაღაცებზე ვერ ვიზრუნე, მაგ დროს სალია ხოლმე მაგაზე პასუხისმგებელი და. ხო, მოკლედ, აი ეს არის შეშა. წავიღოთ ეხლა და დავანთოთ ცეცხლი. და დადგა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, როცა უნდა ავიდე საბარგულზე და გადავიღო ის ფოტო, რომელზეც გითხარით. იმედი მაქვს, რომ გამოვა. ეხლა გიხსნით, როგორ იღებენ ზოგადად ასეთ ფოტოებს. პირველ რიგში შეუძლებლად კამერა უნდა იდგას შტატივზე, ესე რომ არ მოძრაობდეს და უნდა დააყენოთ ფოტოს გადაღება 20 წამზე, ანუ 20 წამის განმავლობაში იღებს ამ შემთხვევაში ეს კამერა ერთ ფოტოს, ანუ 20 წამის განმავლობაში მთელი შუქი ვარსკვლავებიდან, სამყაროდან, გალაქტიკიდან შემოდის კამერაში და 20 წამის თავზე, ბუმ, რჩება ფოტოს გადაღება. ოღონდ ამ 20 წამის განმავლობაში არ უნდა მოძრაობდე, მიხვდით, ანუ უნდა გავშეშდე, იმიტომ რომ 20 წამის განმავლობაში იღებს ფოტოს და მე უნდა იყო გაშეშებული. თორე კადრი იქნება გაბლარული. ეგ არის, ეხლა წავიდეთ გადავიხოთ. მეც მზად ვარ, ეხლა უნდა გავშეშდე. ერთ პოზაში ავირჩიო უნდა პოზა, ესე ვიქნები სავარაუდოდ, ვიყურები იქეთ. და ეგ არის, ეხლა პულზე დავაჭერ ხელს და 20 წამის განმავლობაში არ უნდა გავინძრე. კაია, მაგრამ ხვალ დიდებული დღე გვაქვს. შტუგრას ჩანჩქერზე მივდივარ ცხენით. და მთელი ეგ გზაც ძალიან საინტერესოა, როგორც გავიგე. ხო, და უნდა დავიძინო დილის 6-ზე გავდივარ. აბა, დილინებისა. გათენდა მეგობრებო, აი, ჩვენი ჯოგრი-ბუგრი შეგვეგება დილიდან. ჩემთა ჩავალაგე, საღიზლად მიმაქვს პური და წყალი, იმიტომ რომ და სნიკერსი ხომედი ამჭირდება, დრონი ჩავდე, აქსესუარებს ეხავდებ და მე მგონი მზად ვართ რა. რა სიტყვის უგური. მალე მოვაუკვე ცხენიც და გავემგზავრები შტუგრას ჩანჩქერისკენ. ხო და მანამდე ვითომ ლამაზი ინფლუენსერი გოგო ვარ და
და get ready with me, ანუ გაიმზადე ჩემთან ერთად. მოკლედ, შიგნიდან გადაწყდა ესეთი თერმული, იმიტომ რომ ცივა. რაც შეეხება ფეხსაცმელს, ეს არის სალევას სალაშქრო, ძალიან მაღალი ხარისხის წყალგამძლე ბათინკი, დიზელის სათავგადასავლო რაღაცა პოსტ-აპოკალიფტური ჟილეტი, რომელიც თურქეთში ვიყიდე, ერთ-ერთ საოცარ მაღაზიაში, სადაც ყველაფერი უძვირესი ღირდა და ამაში გადავიხადე 500 რაღაცა $. დენათ მინდოდა და ისე წარმომედგინა, რომ ჩემს სათავგადასავლო ვიდეოებში ეს მეცმებოდა, რომ ავდექი და ვიყიდე. მექნება Polar Pros ესეთი 50 ლიტრიანი სპეციალური გამოშვების უმაგრესი ჩანთა, ვიდეოგრაფიული ჩანთა. და ესე გამოიყურები, ეს არის ჩემი საბოლოო ლუკი, უკვე დაგეთრედებულები ხართ ჩემთან ერთად და შეგვიძლია პრინციპში უკვე წავიდეთ და გადავიდეთ სერიოზულ საქმეზე და გადავიღოთ აი ეს დიდებული გზა. მიმავალი შტუგრას ჩანჩქერისკენ. წავედით. გზა, რომელსაც დავადექი, არარეალურია. თავი Last of Us-ის სერიალში მეგონა და ამ ყველაფრით ისე ვისიამოვნე, რომ სიტყვებით უბრალოდ ვერ გადმოგცემთ. 2 საათი დამჭირდა ჩანჩქერთან მისასვლელად და თითოეული წამი იყო ბედნიერების და წარმოუდგენელი ესთეტიკის. ზღაპარია ხალხო. აუცილებლად სვანეთში რომ მოხდებით, შტუგრას ჩანჩქერზე წამოდით ცხენით. არ ვიცი, აი. სად ვარ ნახეთ რა. არ ვიცი ხენი და ჩანს კადრში მზე არა აჭერს და. რა მანო აი შოულებრივი ფილმია რა, ფილმში ვარ. ბევრი ვიარე თუ ცოტა, გამოჩნდა შტუგრას ჩანჩქერიც. მოკლედ 500 მეტრი გადარჩა ჩანჩქერამდე და ვიხილავთ იმ საოცრებას. ნუ პრინციპში ეხლა საოცრებაში ვარ და თელეგზა საოცრება იყო, მაგრამ თავარი მიზანი იქნება, რომ ჩანჩქერამდე მივაღწიო და იქ გადავიხო და ვნახოთ. რა იქნება, მაგრამ მოვკვდი. ნახეთ უბრალოდ აი სიგიჟე არ არის ხალხო. აი ეს ერთი ჩანჩქერი, პატარა ჩანჩქერი, საშუალო და დიდი. აი იმ დიდზე მინდა რომ მივიდე იმ დიდის ძირში და იმედია რომ გამოვა ეგ ამბავი. რა კაია. ცოტაც და მივალ ჩანჩქერამდე. მისი არის ეგ რა, მივიდე. ეხლა მე ეჭვება რომ პირდაპირ დაცემის წერტილს მივახლოვდე, მაგრამ იქ უნდა ვიყო. ანუ უნდა შემეძლოს თქვა რომ შტუგრას ჩანჩქერზე ნამყოფი ვარ მეთქი. აი ეს მინდა რომ შემეძლოს მეთქვას რა, მომავალში. კიდევ 15 წუთი დამჭირდა ჩანჩქერამდე მისასვლელად. ვიცი, ეს არ არის ევერესტის დალაშქრა და არც საქვეყნო საქმე. ეს ჩემი პატარა მუღამი იყო, რომლის გასწორებაც მინდოდა და ვიფიქრე, ამ თავგადასავლით თქვენს მოგანიჭებდით დიდ ესთეტიურ სიამოვნებას. ბევრს არ ვილაპარაკებ, შეგიძლიათ უბრალოდ კადრებით დატკბეთ. ბედნიერი ვარ, ძალიან ამაყი ვარ და მიხარია თუ ძალიან მაგარი ვიდეო გამომივიდა. ჯერ ხო არ ვიცი ეგ მე მონტაჟში გავიგებ. ხო და ძალიან მიხარია, ძალიან მაგარია. ეხლა წყალი უნდა დავლიო მდინარიდან, იმიტომ რომ ეგ ადამიანმა ერთხელ მაინც უნდა ქნა სანამ ცოცხალი. თან ამაზე უკეთესი ადგილი და საიდან დალო, ხო? ვლადისეთი გებრიელის არ იყო როგორცაც ველოდი. რაღაც ძალიან კამკამას ველოდი, მაგრამ ალბათ ცოტა ამღრეულია. იმედი არ მოვიწამლები. მაგრამ წყალი დალეული მაქვს მდინარიდან, ძალიან სამწუხაროდ. ღრუბელი მოდის აი იქიდან. აი ეს შავი რა და ძალიან მეშინია რომ ეხლა წვიმა რო დაიწყოს და ადიდეს და წამიღოს, რა შემჭირდება. რა ვიცი, ბუნებაა ხო ის? აბა, კარგად ძმაო.
გავუყევი გზას უკან ხეობისკენ და კიდევ კარგი ასე ვქენი, რადგან მალევე გაწვიმდა. აქვე სანამ ვიდეოს დავასრულებ, ერთი რაღაც მინდა გაჩვენოთ. მანქანამდე არ მისული ერთ საოცარ ადგილს გადავაწყდი ხალხი ხიდზე ვდგავარ, რომელიც გადადის ამ ადგილას. დაგათვალიერებინებ და დარწმუნებული ვარ, ოდესმე აქეთ თუ მოხვდებით, მადლობელი დამრჩებით აი ამ რჩევისთვის. ეს ჰაიკერ სინია. ტყეში ჩაშენებული სასწაულად მაგარი ადგილი, სადაც შეგიძლიათ შეხვიდეთ აბანოში და შემდეგ პირდაპირ აი აქედან გადახტეთ ცივ მდინარეში. ადგილზევე დაიჭერენ თევზს თქვენთვის. აქვე მოამზადებენ და ლაშქრობის შემდეგ შეგიძლიათ მაგრად ისიამოვნოთ. მე უნიკალური, პურში გამომცხვარი თევზი შევუკვეთე და მალევე დავაგემოვნე. ლამაზი გარემო, უსაყვარლესი ტყეში ჩაშენებული კოტეჯები, ნაირ-ნაირი გემოს ადგილობრივი არაყი, სვანური ესთეტიკა და, რა ვიცი, რა გინდა, გულო და სულო. ეს კი მისი დამაარსებელი ბატონი სიმონა არღულიანია. აბა შუანო ოგმეზრენა. ძალიან ვისიამოვნე და წავედი. სახმანქანასთან მისვლამდე ვიფიქრე, ცხენს გავაჭენებ და საოცარი კადრით დავასრულებ ვიდეოს მეთქი. და ესე ცხენოსნურად დასრულდა ჩვენი პატარა სვანური თავგადასავალი. იმედი მაქვს სიამოვნეთ, გაერთეთ, მიიღეთ ის დიდი ესთეტიური და ემოციური სიამოვნება, რის მონიჭებაც მინდოდა თავიდანვე. და რა ვიცი, წინ კიდევ ძალიან ბევრი კარგი ვიდეო გელოდებათ. ამიტომ გამოიწერეთ ჩემი არხი და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით. თქვენ ვინც ამ წამამდე უყურებთ ვიდეოს და მომყევით ბოლომდე ხართ ჩემი ერთგული და ყველაზე დასაფასებელი მაყურებელია და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაიხადოთ ამისთვის. და აქვე თქვენთან არ მომერიდება ყველაზე მეტად იმის თხოვნა, რომ ეს ვიდეო სადმე თქვენს Facebook-ზე ან Instagram-ზე სადმე გადააზიაროთ, იმიტომ რომ მინდა რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს და მალე ავიდე 100,000 გამომწერზე. იმიტომ რომ უფრო მეტი გასახანი მექნება მე მოგზაურობის, თავგადასავლების და უფრო მეტ კარგ ამბავს შევძლებ რომ მოგიყვეთ. და ხო, ვისაც ვიდეოების კარგად მონტაჟი გინდათ რომ ისწავლოთ, კურსი მაქვს გენაცვალე. ძალიან მაგარი კურსია, რომელიც სრულყოფილად შეგასწავლით Premiere Pro-ში მონტაჟს და smartphone-ით ვიდეოების გადაღებას, ხო და ვისაც გაინტერესებთ, შემეხმიანეთ Instagram-ზე. სულ ეგ იყო.